მოგესალმებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული მორიგი საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ლიფტკიცება დამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ეგრეთ წოდებული ჰაშიში, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი დაკავებული პირების ამავე ბინაში ავტომობილების საბურავებიდან ამოღებული იქნა. სამართალდამცავების მიერ რუსთავში ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, ჰეროინი და მეთადონი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკის რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცავების ოპერატიული რეაგირების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ვერ განახორციელეს. გარდა აღნიშნული პირებისა, გასული რამოდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნა კიდევ 24 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 15 პირია. აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული, მათ შორის იყენებდნენ როგორც ინტერნეტ აპლიკაციებს, ასევე ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხს. სამართალდამცველებმა ლიფტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკების დაფასებისთვის საჭირო მასალები და ფული. ასევე ამოღებულია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირება ხდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა, 19, 260 და 265 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნის შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს. მადლობთ.